ჩვენ შემდგომი სტუმარი იქნება ნიკოლოზ ხატიაშვილის, როგორც მეუბნებიან პირდაპირ კავშირზე ახლა ერევნიდან. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. ბატონო ნიკოლოზ, რა ხდება ერევანში, რა განწყობა და საქართველოს შესახებ ერევნიდან ბევრი ვერაფერი გავიგეთ, ბევრს არავის უხსენებია საქართველოს და დაბრუნებულმა ყობახიძემ ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირის შორის კვლავ ტოლობის ნიშანი დასვა, ბრიუსელიდან კი კვლავ მწვავე რეზოლუცია მივიღეთ. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ერევანში ნამდვილად ძალიან საინტერესო განწყობებია. ერთმანეთის პარალელურად გუშინდელი ღონისძიება ჩატარდა. დღეს უკვე იყო სომხეთი ევროკავშირის ერთობლივი სამიტი და პარალელურად დაიწყო ერევნის დიალოგი, სადაც რომელ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ნამდვილად დღეს სომხეთი არის ევროკავშირის ყურადღების ეპიცენტრში. ბევრი რამ ხდება და ეს დღეები ნამდვილად ისტორიულია ოფიციალური ერევნისთვის, რადგან პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის გარდა ამ პროცესს თანსდევს რუსეთის გავლენების დასუსტება, რაც საზოგადოებაშიც უკვე იგრძნობა და საზოგადოების წევრებსაც რომ დაელაპარაკოთ, ხო ანუ განწყობები რადიკალურად შესულია, ვიდრე სიტყვაზე ვთქვათ, ეს ერთი წლის წინ იყო და ნამდვილად ევროკავშირის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რუსეთის გავლენები რეგიონში სუსტდება და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეეხება საქართველოს კონტექსტს. საქართველოზე დღეს ერევნის დიალოგის ფარგლებში იყო საუბარი, როგორც ვთქვათ, ენერგოსაფრთხოების, ენერგეტიკული ჰაბის და ეკონომიკური ჰაბის ფუნქციის კონტექსტში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებიც იყვნენ, ოფიციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ამ ფორუმს. თუმცა ჩვენ ჯერ საქართველოს გუნდს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის მინისტრებთანაც და განწყობა არის ასეთი, რომ ევროპელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, ქართველი ხალხი. ჩვენ თავარი ამოცანა იყო ის, რომ საქართველოს კვლავ დღის წესრიგში ყოფილიყო და ჩვენ ასე ვთქვათ საქართველოს დაგვენახებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უფრო სხვა მხრივ იმ ვთქვათ ბენეფიტების კუთხით და იმ კუთხით რითიც ნამდვილად მნიშვნელოვანია საქართველოს და ასევე ჩვენ ვცდილობთ დაგვენახებინა ჩვენი პარტნიორებისთვის რომ საქართველოს მზად არის სულებებისთვის. განწყობები რა თქმა უნდა გულდაწყვეტილები არიან ევროპელები იმ პროცესებით რაც ხდება საქართველოში, თუმცა მაინც იმედი აქვთ იმისა, რომ სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს და საქართველოს კვლავ დაუბრუნდეს ასე ვთქვათ თავის ძველ ხაზს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან სიმბოლურია ის გარემოება, რომ როდესაც საქართველოს ითვლებოდა რეგიონში მთავარ გამწევ ძალად, რომელიც იყო ასე ვთქვათ ხიდი სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ევროკავშირთან და ზოგადად დასავლეთთან ურთიერთობების მიმართულებით, დღეს საქართველოს უკვე იმყოფება აუთსაიდერის პოზიციაში და ეს ნამდვილად კარგი არ არის, თუმცა სწორედ ჩვენი გუნდის საყოფნის მიზეზი არის ის, რომ ხელი შეუწყოთ პროცესებს, ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ საქართველოს სამოშლა არ მოხდეს სოფლიო რუკიდან და საქართველოს კვლავ რაღაც ფორმები დაბრუნდეს ამ საერთაშორისო ბატონო ნიკოლოზ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს დღე ძალიან კაფეოდი თქვა ბრიუსელიდან, რომ თუ არ მოხდება პოლიტიკის ცვლილება, არაფერი წინსვლა არ იქნება. ან მარტივად კიდევ უფრო თუ არ მოხდება ამ რეჟიმის ცვლილება, პოლიტიკაც არ იცვლება, ხომ ჩვენ აი ნახეთ რაღაც ცირედი გადაკვეთა თუნდაც ზელენსკისა და ყობახიძის ჩამოვიდა და ან იყო იქ მოთათუნება ხელის ასე ვთქვათ მაკრონსა და ყობახიძეს შორის ცირედი შეხვედრის დროს მისალმება ასე ვთქვათ, მაგრამ ეს ხომ არაფერს არ ცვლის საბოლოო ჯამში, იქ გამოჩნდა რამდენიმე კადრში ირაკლი ყობახიძე ჩამოვიდა და ისევ ტოლობის ნიშანი დასვა ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირის შორის. ანუ თქვენ კი ხართ მან ვთქვათ შეხვედრებზე თქვენ კი ცდილობთ ამ ძაფების შენარჩუნებას, ისევე როგორც ბევრი საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ამ რეჟიმის ცვლილების, ან მათი პოლიტიკის ცვლილების გარეშე, რამდენად შესაძლებელი არის, რომ ეს გახსნილი შანსი ამ ქვეყანამ გამოიყენოს, ხომ არ მირბის ეს მატარებელი გვერდით და ხომ არ რჩება ეს ქვეყანა მიუხედავად ასეთი მცდელობებისა აუთსაიდერად სამწუხაროდ და ეს ფანჯარა, რომელიც ახლა გახსნილია, მუდმივად გახსნილი დიდი ალბათობით ვერ იქნება.
იმადლობა თქვენთვის თქვენ სწორედ აღნიშნეთ ცვლილებების საკითხი. Რა თქმა უნდა, არსებული პოლიტიკური დღის წესრიგით, რაც ქართულ ოცნებას აქვს, რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში წარმოუდგენელი იქნება საქართველოს დაბრუნება. საქართველოს დაბრუნება, ვთქვათ, იმ მასკოთ ევროკავშირისგან იმ ურთიერთობების ჭრილში აუცილებლად აქამდე იყო, თუმცა ჩვენი ამოცანა არის, რომ ერთი მხრივ არ შენარჩუნდეს ის კავშირები, რაც მინიმუმამდე არის დაყვანილი და ქვეყანა იყოს მზად იმისთვის, რომ როდესაც მოხდება ცვლილებები საქართველოში, ეს იქნება პოლიტიკის ცვლილება თუ ეს იქნება ხელისუფლების ცვლილება, ხო, ანუ საქართველოს პოზიციაში იყოს, რომ ნულიდან არ მოუწიოს ამ ყველაფრის დაწყება და რაღაც დონეზე შევინარჩუნოთ ეს კავშირები, რომ უფრო სწრაფად გამოვიდეთ ამ არსებული კრიზისიდან და ასე ვთქვათ, უფრო სწრაფად მივიღოთ ის შედეგები, რა შედეგებიც გვაქვს. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი გძალა, ჩვენ ამ საკითხს უყურებთ ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების მხრიდან. სწორედ ჯერ საქართველოს მთავარი მიზანი არის ხალხის ინტერესი და ეროვნული ინტერესი და სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის კავშირები ისე რომ საქართველოს არ გაქრეს საერთოდ საერთაშორისო დღის წესრიგიდან. რაც შეეხება იმ ნაბიჯებს რა უნდა გადაიდგას იმისთვის რომ ჩვენ დაუბრუნდეთ ძველ კალაპოტს, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკის რადიკალური ცვლილება, ეს არის დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნება და ეს არის ანტიდასავლური რიტორიკის ცვლილება, ხო? ამის გარეშე ყველა ვიცით რომ არაფერი არ გამოვა, მაგრამ ჩვენ მუშაობთ იმაზე რომ და ამას ოცნება იზავს თუ ახალი ხელისუფლება, ხო, ანუ მაინც ეს უნდა ასე თუ ისე მაინც მოხდეს, იმიტომ რომ მაგის გარეშე რა თქმა უნდა ეს ასე ვერ იქნება, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობა ჩვენ პარტნიორებთან, რომ ის ძაფებიც არ გაწყდეს, რაც გვაქვს და უფრო მეტიც უფრო გავარმაოთ უშუალოდ ჩვენი ძალის და ჩვენი პარტნიორების შორის ურთიერთობები, რომ მე როდესაც მოვა ამ შესაძლებლის მომენტი, ჩვენ უფრო მარტივად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ბატონ ნიკოლოზ, რეგიონი რომ შევაფასოთ, ახლა სომხეთი, რომელიც ფაქტობრივად ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის აი ამ სამიტის მასპინძლობით რეგიონში აჩვენებს ასე ვთქვათ პოზიციებს, ხომ, რომ ის არის დასაყრდენი დღეს ევროკავშირის დასავლეთს, ასევე ევროკავშირი დასავლეთი ხვდება რუსულ საფრთხეს, რომელიც სომხეთში ფაშინიანის დამარცხების შედეგად შეიძლება დადგეს, ანუ იდენტური საფრთხე, რაც მოიტანა აქ ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლამ, რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის მოსვლამ, შესაბამისად მათი მხრიდან ეს არჩევნებამდე ფაშინიანის მხარდაჭერაც არის, შეიძლება ასე ძალიან ცხადად ვთქვათ, ხომ? რეგიონში რომ შევაფასოთ პოზიციები, პუტინი ალბათ მშვიდად არ უყურებს ახლა ფაშინიანის მხრიდან ამ დასავლელი ლიდერების მასპინძლობას, როცა სომხეთი ოდეკაბ-ის წევრია, გიუმრის ბაზა იქ და ასე შემდგომ, სადაც ჩადის ზელენსკი ძალიან მშვიდად, მაშინ როცა 9 მაისს იქ აღლუმს ვერ ატარებს მშვიდად უკრაინული დრონების საფრთხის ქვეშ მყოფი პუტინი, ხომ? აი ეს რეგიონში დასავლური ინტერესების წარმომადგენლობა და ცვლილება რუსული პოლიტიკის განდევნის რაღაცნაირი პროცესი რომ შევაფასოთ ამ ფონზე რომ არის საქართველოს განზე, აი ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ალბათ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აღქმას და შეგრძნებას საერთოდ. დიახ, რაც შეეხება რუსეთის გავლენების შემცირებას, ეს არა მარტო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფიქსირდება, არამედ მსოფლიო მასშტაბებით გავიხსენოთ სირია, ვენესუელა, ირანი, ასევე მოლდოვა, ასევე რუმინეთში მცდელობები იმისა, რომ თქვათ პრორუსული რეჟიმი მხარდაჭერილი ყოფილიყო, თუმცა იქაც რუსეთი ჩავარდა, ხო, ანალოგიური ხდება აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც და შესაბამისად რუსეთის პოზიციები აშკარად არ მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში სამწუხაროა ის გარემოება, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს იყო მთავარი პროდასავლური დასაყრდენი მთელს რეგიონში, კავკასიის რეგიონში და არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ მთლიანად დასავლეთისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მთელი ეს წლების განმავლობაში ნაშენები საგარეო პოლიტიკა, მართლაც სიმწრით ნაშენები, მოდი გულახდილები ვიყოთ საგარეო პოლიტიკა, რომელშიც ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ფაქტობრივად იზოლაციის პირამდე ვარ და რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის და ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, სწორედ ერთ-ერთი მიზანი ის არის ჩვენი მუშაობის ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან, რომ ეს ძაფებიც ბოლომდე არ გაწდეს, რაც გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის იზოლაცია
მოქცევა თუ საბოლოოდ მოხდება, ამას ეკნება ნამდვილად კატასტროფული შედეგები, იმიტომ რომ ბოლო შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენ ნახავთ ზოგადად მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვან გლობალურ ცვლილებებს და ამ ცვლილებების უნდა ჩვენც ავყვეთ ამ ტენდენციებს, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გვეყოლება ძლიერი ჯარი, ძლიერი უსაფრთხოების სისტემა, მდგრადი ეკონომიკა და რა თქმა უნდა ძლიერი მოკავშირეები და მოკავშირეებს და ალიანსებს საკვანძო მნიშვნელობა ექნება, ხო, ანუ ამის გარეშე ჩვენ როგორც სახელმწიფო ალბათ გამოვდებით საერთოდ აქედან გამომდინარე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ეხლა რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ქვეყნის იზოლაციიდან გამოსვლა და ამისთვის უნდა გადაიღოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. და მშვიდობა რეგიონში, რომელიც სანატრელი იყო და აღმოჩნდა რომ ერთი ხელის მოსმით შეიძლება ეს მშვიდობა დამყარდეს თუ შუამავალი სანდოა, მაგალითად შეერთებული შტატები და მას ნამდვილად როცა ამბობს რომ სურს მშვიდობა, გულისხმობს რომ უნდა მშვიდობა რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ მივეჩვიეთ ამ რეგიონში რომ რუსეთი ამბობს ერთს და მშვიდობის მყოფელებს აგზავნის თითქოს და მერე ეს მშვიდობის მყოფელები ომში ერთვებიან და პირიქით ყველა კონფლიქტი ომის გასაღვივებლად სჭირდება რუსეთს ამ რეგიონში, რომ მართოს ასე დაპირისპირებული რეგიონი და არ მოაგვაროს ეს კონფლიქტები. შესაბამისად არ მიეხმაროს მოკლედ პირიქით, რასაც ჩვენ ვხედავთ პირდაპირი ომი შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე 2008-ში, 2014-ში უკრაინა, ახლა კიდე 2022-ში უკრაინა, ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთი არის მხოლოდ და მხოლოდ ომის წყარო და ომის დამწყები ამ რეგიონში და არა მარტო ამ რეგიონში და დასავლეთი რეალურად არის მშვიდობის მოსურნე. ანუ დაემსხვრა თუ არა რეჟიმს კამპანია აბა ომი გინდათ სომხეთის მაგალითზე. რა თქმა უნდა ხა რუსეთი და მშვიდობა არის რაც ოქსიმორონი მარტივად რო ვთქვათ ამას თავის ისტორიული ფაქტები აძლიერებს ჩვენ ნახეთ სადაც რუსეთი შევიდა რუსეთი დაუახლოვდა იქ მშვიდობა შეუძლებელია ფაქტიურად რა თქმა უნდა დასავლეთის გარეშე ეს შეუძლებელია მე ვფიქრობ საზოგადოებაში 2022 წელს ომის და მშვიდობის დილემა იყო ეს პროპაგანდა რეალურად მუშაობდა მაშინ თუმცა საზოგადოება გამოფხიზდა და დაინახა რა დეзинფორმაციასთან პროპაგანდასთან ფონდა საქმე და სწორედ მშვიდობა არის დამოკიდებული საერთაშორისო ალიანსებზე დასავლეთის ჩართულობა და სწორედ ეს ტრიპის დერეფანიც რო ავიღოთ სიტყვაზე ამერიკის მონაწილეობით და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სადაც პოტენციურად შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები ჩართოს მათ შორის საქართველოში ხო სწორედ ეს არის დასავლური ინვესტიციები ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი კავშირები და ალიანსები არის ნამდვილი რეალური მშვიდობის საფუძველი და არა ის რომ თქვა რუსეთთან რაღაც თბილი და მეგობრული ურთიერთობები გექნებათ იმიტომ რომ რუსეთის მაგალითიდანაც რომ მოვიყვან ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან თუ შეიძლება ანუ სომხეთიც თვლიდა რუსეთს თავის ახლო მეგობრად პარტნიორად თუმცა რეალურად საქმეზე რომ მიდგა ხო ანუ თვითონ სომხებიც ამბობენ ძალიან ხშირად მაგას რომ როდესაც დაგჭირდა ჩვენ დახმარება და გვერდჩიგობა რუსეთი პირველი იყო რომელიც გვეუბნებოდა რომ თქვენ თავი სტრატეგიული პარტნიორები ვართ და მშვიდობის მყოფელებიო მაგრამ საქმეზე რომ მიდგა პირველმა რუსეთმა მოაქციო ზურგიო და ეს არის ბუნებრივი მოცემულობა როდესაც რუსეთს არა მშვიდობა არამედ პირიქით ქაოსი ომი და დაპირისპირება მოაქვს ხოლმე საზოგადოებებში. ბატონო დავით რემან ხართ ევროპის მტრად დანიშვნის კამპანია დაიწყო აქ უფრო აქტიურად დღეს გითხრეს რომ ევროპის სასარგებლოდ ჯაშუშობდაო კაცი რომელიც უსმა დაკავებულად გამოაცხადა ბრიფინგზე მე სამთავრობო მედიამ დააზუსტა რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდაო რა შეგიძლიათ თქვათ ხო, ზოგადად ეხა სადაზვერო საქმიანობა იმდენ სპეციფიკური სფერო არის, რომ მანდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის შენი მეგობარი თუ მტერი არის, შესაძლოა გარკვეული ასეთი ინციდენტები იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა შენი მტერი არის და ეს არის ჩვეულებრივი აპრობირებული პრაქტიკა და ამ სფეროში მიღებული, ასე ვთქვათ, ესეთი რამე ხდება ხოლმე, თუმცა თავარი კითხვა არის დროსა და კონტექსტში, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებ ხო იმის ფონზე რაც ახლა თქვა მიმდინარეობს სომხეთში თქვა ესეთი რეგიონული ცვლილებები ხო აი აქ უკვე კითხვის ნიშნები იჭდება ხოლმე თორე ის გაშველებთ ყოფილი უფროსის ლილუაშვილის სუსის მე მახსოვს მე პირადად ვკითხე მას რუსეთის ჯაშუშების დაკავებაზე რატომ არ აკავებთ რატომ არ ვიცით საჯაროდ ეს ინფორმაცია თქო და თქვა რომ ჩვენ შესაძლოა ვაკავებთო მაგრამ არ ყვებითო და ახლობთ ეს კონტექსტი იყო ადრე ჯერ კიდევ როცა ეს მაგრამ ბოლო განცხადებაში
ჩვენ არ გვინახავს საჯაროდ დაკავებული არც ერთი რუსი ჯაშუში, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ამას ძალიან ღიად აკეთებენ, როცა აკეთებენ და გავიგეთ რომ თურმე აგერ ევროპელების ჯაშუში დაუკავებიათ. ცოტა არის. აი მაგით ვთქვი რომ დრო და კონტექსტი არის მთავარი აქ, იმიტომ რომ დრო და კონტექსტი ისე ემთხვევა რომ ჯდება რაღაც პროპაგანდისტულ ნარატივში აქტიურებს. ხო, თორე ეხლა ჯაშუში შეიძლება იყოს ევროპელი, რუსი, ანუ ამ სფეროში როგორ გითხრათ რა, ესეთი საქმიანობა ხო, ანუ არ ცვლის დამოკიდებულებას ქვეყნებს შორის, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, თუმცა აი დრო და კონტექსტი და პროპაგანდისტული ხაზი ხო, ეს უკვე ბევრ კითხვას ვადებს ამასთან ფაქტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ნიკოლოზ ხატიაშვილს უსმენთ. მადლობა.